არ ძალიან დუღარ და არ ძალიან გვიჭირს რა, რაც სოფელში შეეფერება ჩვენი საყოფილო აქვს. ავდგებით საქონელი ყვავს იმას მივხედავთ რამე, მე იმის შედეგ ბაღებია, მოსავალია, უნდა წავიდეთ რაღაცა შემოდგომა აგერა, ამოვიტანე რაღაც ვაშლია, ჭანჭურია რაღაცა. სამდრითვინო ვემზადებით, ვამარაგებთ. წელს რაც მოვიყვანეთ შარშემოღებით 5.51 ჩაობა. არ გასაგებ არავინაცაი. Ძირითადად აქეთ უსებს გაქონდა თხოვნე და აქ დაიძაბა რუსეთის სამბოლისია. გაჩერდა ვაშლის. სიმინდი ვერ მოყვავს. აგერ გვერდზე უსები არიან, ხორბალი ვერ მოყვავს. ვერ გავდივართ ვერ ვამუშავებთ. ორი დრო ხამპავს. ამიდური დავგეთ ქვემოთ ეგეთი ეს კით მოდიოდა ხომ ცხინვალი უშოვდა შაშრალი. ომი იყო და მაშინ უშვებდნენ წყალს. წელს ვაფშე აღარ გამოვა. კარეთ აწა. ნიველი ვარ აქ დავიბადე ამი 4 ძმანი ვიყავით ვართ მუშაობდი ცხინვალში უხოსნასელი ვიყავი მანდ იყო სამშენებლო ტესტი ტრიშები რამე რაც იყო გასაკეთებელი დამონტაჟება რამე ყველაფერი ოთური ხელფასი იყო არც მემიჭი და ჩულოს ამიჭი ტოლობის ფულზე ვართ უზარვალ არის ჩვენი შრომის თუ რაღაცას გავაკეთებთ ადრე კიდე არა უშამდა გავდიოდით მინდორს თესამდით რაღაც ხურბალი იყო რამე და ქათამია ღორია ბოდიში რაღაცა და ყველაფერს ურჩენით მაგრამ ეხლა ისიც აღარ არის წყალიც არა გვაქვს და გადატრუსულია ყველაფერი პირველი არიულობა რომ მოხდა მე იმჩემი გამოვიდეთ აქავართ ვეწევით სოფლის მეურნეობა შრომას 5 შვილი მყავს ეგენი გვერდში მიდგანა შრომობთ გაჩეგუდები 4 დაამთავრა უმაღლესი მე 5 წელს დავსწავლე განჭვიანებია იშვიათი ეს იქნება როგორც ბიჭები ალბათ ბიჭი არ დაუდგება ისე მშობელს როგორც ესენია თქვენ სულ აქ ცხოვრობთ თბილისში ვარ ხოლმე ეს ჩამოვიდი ხოლმე დაუჯახები არ არის ახლა თავსავიქეთ მაგრამ კატასტროფი მომაც ვიყავი ყოფილა რომ კონტროლში დამიყენებია ხოლმე ერთად დამოვიწყდა მეორე შური გამოვიწოდა ეს კიდევ უცხირო და გავიდა ხანი და ჩაძინებია და წაიცა ისე გაგზარდეს რომ ძალიან წყნარად და ისე და სწავლას უჩიჩინებდნენ და მართლაც ჩვენ ხუთნი ესე იგი სკოლაში თანაქება ბავშვები ვიყავით ისე დავამთავრეთ და სოფელში საერთოდ კარგად ვსწავლობდით ყველა მე უმაღლესებიც და რა ვიცი მართლა რაც შეიძლება და ყველაფერი გაგვიკეთეს რომ კარგები გამოვსულიყავით და გონი რომ გავუმართლეთ იმედები ეხლა ჩვენ უფრო ისე გავგზარდეს აი უფრო ჩაკეტილად უფრო მორიდებულები ვიყავით ყველას მიმართ და ეხლა ნამდვილ ბავშვს ეგრე უკვე ვეღარ გაზრდი ცოტა რაღაცა უნდა შეცვალო დროც შეიცვალა ყველაფერი უფრო თამამი უნდა თუ შენი გატანა და ის არა აქვს ეხლა ნამდვილ დროში წინ ვერ წავა და ესე იმდენად კომპლექსებში აღარ გავზრდი ალბათ უფრო თავისი ის ექნება რა აზრის გამოთქმის უნარი და ისე ჩვენ უფრო ისე გავგზარდეს ჩაკეტილი თითქოს უფრო ყველაფრის გვერიდებოდა სტუმარი რომ მოვიდა და ვიმალებოდით ხოლმე და ისე ვიყავით ძალიან შვილები რაღაცა ისა ძალიან წვარვართ და უჩვენოთ არ შეუძლია მარტო არ ჩება ხოლმე ვერ ძლებს ძალიან თბილად გვხდება ყველას სწორად გამოიტანა ну ეხლა ეს რამდენიმე დღე მაქვს მაგრამ ისე საერთოდ ძალიან იშვიათად ერთ დღეს კვირაში ну ის ერთი დრო ჩამოდია გარეთაც ვერ გავდივარ საერთოდ და გენატება რაღაც ახლისაკაც დაიბადე განსარდი ახლი და მარა არც იქ არ არის ეს რა სხვა შეგრძნება აქვს სხვა იქ რაღაც ის სულაკაც არ შემიძლია ეს სულაკ მართლა ვიყავთ
მივეჩვი უბრალოდ ხა საходიდან გასვლას რაღაც სოფელში ძალიან გამოყვება საერთოდ არც იციან იქით რომ იქ აქ თუ საერთოდ ხალხი ცხოვრობს და როგორ ცხოვრობენ და არ ეშინიათ და რაღაც ისე კითხულობენ ხოლმე კურორტი ნამდვილად არ არის ისე ხო მშობლებთან რომ მოდიხარ და თბილი გარემო და ოჯახი რო ხდება უფრო ისწრებით ადამიანის სულიერად მშვიდდები თორე როგორც ასეთი რომ ეხლა ძალიან მაგარი ის იყოს ინდა ტერიტორიულად და მდებარეობით სოფელიც არ არის ისეთი რომ ბუნება და რაღაცა ისე კურორტზე წარმოვიდგინო თავი ნამდვილად არ არის ყველის ბახაბუხი თქმის ყოველ დღე ისმის და არც ისეთი სიწყნარია მაგრამ უკვე მიგვეჩვია ალბათ მე გათხოვილი ვარ ახლა და ხაშურში ცხოვრობ. იყო ნიკოში ჯარში და გამიცანი. ეგსახურობდა მაშინ სანამ დაიშლებოდა ეს ნაწილი. ცხინვალში იყო. სულ ფიქრობდი ხოლმე რომ ჩემი მეუღლე აუცილებლად ფორმიანი უნდა ყოფილიყო ყოველთვის. ესე მქონდა წარმოდგენილი რატომღაც აი მომწონდა ესეთი ცხოვრება, ჯარის ცხოვრება. ძალიან მომწონს და მე ამაყება. ისეთი დღეები გაიარა, რა ვიცი, ერახშიც იყო გერმანიაშიც, მე ცხინვალის ომი და იმდენი რაღაცა, ვცდილობთ რომ შევთანხმდეთ. და ისე არ ვიკამათოთ, რაც მნიშვნელოვანია ერთად წყვეტავთ. 2 წლის, გოგო, მარიამ, მეტი ჩარა და კუდიანი. უკვე მერვე თვეში ვიყავი ომი რო დაიწყო და ჩემი მეუღლე წასული იყო ოფში ნერვიულობა რა ვიცი ყველაფერი ერთად და მე კიდევაც ერთ თვეში ესეც დაიბადა ბავშვიც ნაადრევად დაიბადა როდის 2 დღის გამოყვანილი ყავდა სამშობიაროდან აქ რო შემოვარდა ღამით იაგერაკ ჩავარდა კებჩა მტრია ბავშვი აგერიწვა. ჩვენი მწუთას გავედით, თორე რა ვიცი რა მოხდებოდა არ ვიცი. ორი ახალი დამთავრებული იყო მაშინ. აქეთ მყავს მაინც ხო მშობლები რო აქეთ არის იმდენად აღარ მეშინია და მოვდივარ ჩვეულებრივ არანაირად არ ვსვიტარ თავს რომ არ მოვიდე და აი კონფლიქტია და რაღაცა. ბედნიერი ნამდვილად. ესენი რო გადიან ხოლმე და მარტო რომ დავჭერი ასე მგონია კაცარია და ქვეყანა. შეიძლება ხან ეპიროს ბათამამდე. მეუღლე მშრომელია. შრომელი ვარ უკვე სამახუჩის მოვლა უნდა და გაზდა უნდა თან კიდე ერთმანეთის მეყოლებით არის და უილდა მეორე შრომა ტექნიკურია სწავლა. ყველაფერი გამჯდა. აი რო იყოს ეს მშვიდობა რა. არაფერი პრობლემა არ იქნება, ამიტომ ხორბავს შესამდით 2-3 ტონა მომდიოდა. ხათამსაც აყოფნიდა და ჩვენც აყოფნიდა. საკუთრებაც მაგრამ ეხლა ყველაფერი საყდელია უზარვარა რუომეთ ყავს ამომაში და ტეხრებისია დაზიანებული რა ვიცი მეგონა გააკეთებდნენ და დღესახვალეობაში არც კრიშა გამომიცვალეს კრიშა დაიცხრინა აბარა კომპენსაცია ის კომპენსაცია როც იყო საშუალება კი ვერ გავდივართ ვერ აღვნა ამბობ საპროვი ეს პასიდა რა უნდა მოიყვანო ის მოსავალი რომ ხარჯებიც დაყარო და კიდე მოგება იყოს არა არაფერი დაზღვევა არაფერი მაგალითად რომ მე როცა ბავშვი გავაჩინე ეს იყო ვაუჩერი და როგორც დევნილებს ახლა ის არანაირი შეღავაც დევნილი ხარ ვინ ახარ საერთოდ აღარავინ გეკითხება აღარავის აინტერესებს სასტრაფო არ დაჭიროებია მაგრამ ისე სანამ პატარა იყო საჭმელი წამალი ყველაფერზე გოშტერდი ეხლა ერთი ვიღაცა დურაკი გამოისურის და მე წადი და ეძებე რა გამკითხავ ვინ არის ამდენ ხალხს დაინახავს და ბევრჯერ ყოფილა რომ აუტეხიათ ეგრეს როლი აღდგომა იყო და ბიდაჩემის საფლავზე გავედი და იქ რო ის გავშალე დაფრინა ვერტალიოტი წამოვიდა და ზეთ თავზე დაგვატრიალდა რა ეგუნა იქ რას ვაკეთებდით აზიარება ეს ზეთ თავზე მოვიდა დატრიალდა მოგოლდანა მე და მე დეეშვა რა ვიცი ამბო რო დაგვინახავი კი შეეშინა და შალვა და ისინი კირილი დაიწყეს დავიხოცე მე ისე წავიდა ეგ ომის მერე თვითონ
ზმის მეუღლე ჩემი ოსია. აქეთ არის ისიც ის სურამში არიან თავი მეუღლის და ერთი ძმა სურამშია, ორი ქარეშია. თვითონ მამა ჩემის დედა ოსი იყო, პილიევი იყო. ამის წირო პრეზიდენტი იყო ლუდვიგა ჩიბიროვი, არა, ის იყო ბაბუა ჩემის დიშვილიშვილი. ნაცავი. აი მაგის დროს უნდა მოხდარიყო, რომ შერიგების სამბოლო, მოითხოვნა პატარა კულტურული ავტონომია მოგვეცითო და მაშინ აი ხაინდრავა ეხლა თავი გამოყვა რა, მაშინ უნდა მიეღწია რაღაცა სამბოლო და შევარნადეს ბევრ რამეში ტყუის რა. თუ არ უნდა და იმას შერიგება ბორჯომში ჩავიდა შეხვდა შევარნადესა, ჯავაში ხვდებოდნენ, საცა მოითხოვა ყველგან მიდიოდა, თბილისში ჩავიდა ის კაცი. ის რო განათლებული კაცი იყო და ეს ყაჩაღი მოიყვანა. ვინც იმან გადევნა და დებდა ყაჩაღებს არა, ამან ისინი ჩამოიყვანა. ჩიბიროვის დროსაც ცხინვალში ჩვეულებრივ შევდიოდით, გამოვდიოდით, უკვე შერიგება იყო, ესე დავდიოდით მანქანები და სამაჩაბლოში გავდიოდით, გამოვდიოდით, არაფერი პრობლემა არ იყო. ბუს ვერავინ აგიფრენა. იმას ნაბრძანი მიქონდა, რომ ქართველებს არაფერი აღმოთო. მაგრამ ეს რო ჩამოვიდა ამის შემდეგ და უკვე საღამოთი გინაიგინე შეგვავიწრო ესა. მთელი ეს წლები ამ მომამდე ცხინვალი ისე გქონდა ჩვეულებრივ მანქანით, შევიდოდით, გამოვიდოდით, რაღაცა უნდა გვჭირდებოდა. საერთოდ არ იყო არანაირად დაკეტილი და შეზღუდული, მამა ჩემს მეგობრები წყავდა. არ ვიცი, სიახლოს ვიყავით, კარგად ვიყავით და მე რო აირია და გადაგვიკეტეს. დარჩა ყველაფერი ისე. აუვლიდით ხოლმე ჩვენ ბინას გვერდით, რაღაცა სხვა ოსი ცხოვრობდა და მე დამწორ სახლებს რო უყურებთ და ისედაც იმდენი რამე დავკარგეთ იმ მომში, რომ წარეთ განახსენდება ადამიანს სულ არ გინდოდეს ვერ წაშლი მაინც გონებიდან და უთუმეტეს ასე ახლო ვართ ცხინვალთან, ჩვენი სახლიც გვახსენდება, აქ კიდე ამდენი დანაკარგი. ვერა რა, ისედაც ფსიქიკაშიც რჩება, ეხლა ესე ადვილი ხო არ არის. ერთი ღამე შვიდში აქ ვიყავით, ისეთი საშინელება იყო, რომ იმას ვერ დავიწყებ, ადამიანი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. ავნებს რო ბომბავდნენ, იმ ღამეს აქ ვიყავით, ჩვენ მერე დილით გავედით. და დედაჩემი მთელი ომის განმავლობაში სულ აქ იყო, არც ერთ დღით არ გასულა. ეხლაც რაღაცა ნერვები ისეა ხოლმე, რომ დაიწყოს ახლა ალბათ პირველი მე გავიქცევიო, ისეთი დღეები გადაიარეს. მის დარჩა აქ მეზობლები და ის ერთად იყვნენ ხოლმე და უკვე მეზობელი დაიღუპა თავის ეზოში და დასახმარებლათაც ვერ მივიდნენ. რა ვიცი, ძალიან ისე საშინლად ყოფიან ხოლმე ამ ყველაფერს, რომ ჩვენზეც ხომ მოქმედებს. აგერ ეს ბაღებია, აგერ ნაწილის იქით იყო კიდე. 50-ესო რა. აგერ კონდაქტ და თესილი და ნახეს იმინდი ამ სიმაღლეზე. არაფერი ამოეთ. და აი იქით დგანან კიდე. აი ხუთის გზაზე რომ მივდივართ, იქ თავნების გზა თუ იცით, ხალხი გაკეთებულ გზა რო იყო, იქ დგანან კიდე. არის რუსები. ყოველ დღე ასროლები. მაინც ისურიან. ნუ სოფელზე არ მოდის სროლა, მაგრამ ხმები ხომ მოდის, არა ვარჯიშობენო ასე იძახიან და მაინც არის სროლები და ძალიან საშინელი ხმებია. ამის იქით უკვე არავინ აღარ ცხოვრობს, პირველი სახლი ისაა. ხალხი თავის დაუნებურად დაბრუნდა ცხოვრობს, თავარი ის არის, რომ იგივე აღარ განმეორდეს. ერთი ეგ არის და ეგ ნატურაა, რომ იგივე აღარ მოხდეს, იმიტომ რომ ელემენტარული რომ რაღაცი შეძენა გვინდა ხოლმე სახში, ვამბობთ, რომ აი მე შევიცინოთ და ისე ომი დაიწყოს და დავკარგოთ, რაც დავკარგეთ იმ ომში. უკვე ადამიანს აღარ გაქვს იმის ხალის და ის რომ რაღაცა ელემენტარული შეიძინა, ფიქრობ, აი ისე დაიწყება ხვალეზეგ და ისე წახვალ და დაკარგავ იმ ყველაფერს. თავარია რომ აღარ მოხდეს უბედურება და ჩვენ ასე ჩვენთვის ვიცხოვრებთ.